აი ეს იყო პროგრამა რომ შეაგდო და ხალხმა დაიწყო ყვირილი და მეც უნავავდა და პერიოდი აი ერთი ახტომაზე ჩამიარა ფერმა აი 95 წელი მოყოლებული ყველა ფერმა. ელენეს შეუბრუნდი და ეხა რო წავაგოთ მოვკვდები მეთქი. რო შევადაროთ ახალი ნაკრები და ცოტა ძველი ნაკრები რა ორი მოთამაშე რომელიც ყველაზე კარგად ჩანს რატოა ეს ნაკრები ახალი და რატოა ის ძველი. მოგესალმებით, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტი შედეგს მიღმა ბრუნდება. როგორც წინა გადაცემაში ვთქვით, ყავს სტუმარი და არ ყავს რეზი, თუმცა ტატო ბაციკაზეა ჩვენთან ერთად და მადლობა მინდა ტატო მოგიხადო იმისთვის, რომ დაგვთანხმდით დღევანდელ გადაცემაში ვისაუბროთ ალბათ ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო თემაზე, რაც არის ქართული ფეხბურთი და საქართველოს ეროვნული ნაკრები. მანამ სანამ ამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და მოგცეთ პრინციპში мотиваცია იმისთვის, რომ უფრო მეტი კონტენტი გადავიღოთ და უფრო მეტ საინტერესო თემაზე ვისაუბროთ. კარგი ამბავი გვაქვს ის, რომ ყავს პირველი პარტნიორი კომპანია. People's Academy გახდა სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი პირველი პარტნიორი. რამდენიმე სიტყვით ვიტყვი, ვინ რა კომპანიაზეა საუბარი რეალურად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ვებინარებს ატარებენ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 14 აპრილს იწყება ტრეინინგები სპორტთან დაკავშირებით და უფრო მეტ დეტალს გადაცემის მეორე ნახევარში ირაკლი პრინციპში მოგვაწვდის. მანამდე კი, როგორ ხართ? ჩვენებად. ძალიან კარგი განწყობით. ძალიან კარგი. შეუძლებელია სხვანაირად ვიღოთ პრინციპში თამაშებიდან გამომდინარე. გამარჯობა პირველ რიგში, მაყურებელს მივესალმები. მადლობა მოწვევისთვის. მოგიხაროთ ფორმალობები. ხო და განწყობა კარგია, იმიტომ რომ ძალიან მარტივად, გასაკვირად, ძალიან მარტივად მომარცხეთ სომხეთის ნაკრები. კი ბატონო, პირველი მატჩი, რომელსაც მინდა შევეხო, არის ერევანში გამართული შეხვედრა. მატჩი, რომელიც 3-0 მოვიგეთ, ყველას ეცოდინება დარწმუნებული ვარ, სოციალები აჭრელდა ყველა მიმართულებით. ამ შეხვედრაზე მინდა ტატო მოვისმინო შენი აზრი. რატომ განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვენთვის ეს თამაში, იმიტომ რომ წაგებული სერიით მოვდივართ, იმედგაცრუებები გქონდა რეალურად ნოემბერში, დავუმარცხდით ჩეხეთთან, დავუმარცხდით უკრაინასთან, ალბანეთთან, შესაბამისად, გქონდა სიტუაცია გამოსასწორებელი. პირველ რიგში ფსიქოლოგიურად. როგორ შეხვდა ნაკრები, ყოველ შემთხვევაში რაც შენ დაინახე და რამდენად დადებითად შეაფასებდი იმ პირველ შეხვედრას. მეორე შეხვედრაზე მე და თალკე ვისაუბროთ. ხო, ამ ნაკრებსაც აქვს ერთი თვისება არის ის, რომ ფსიქოლოგიურად ბიჭები დიდი ხანი ამტკიცებენ იმას, რომ პრობლემას არ განიცდიან როგორც წესი, საკლუბო ფეხბურთიც რო ავიღოთ საკლუბო კარიერები და სანაკრებოც. იმიტომ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც სანიელსაც ეხება ეს. დაყვინთა, ასე ვთქვათ, რაღაცა ცუდი მონაკვეთი ჰქონდა და უცებ მერე ძალიან მალე ახერხებდა სიტუაციის გამოსწორებას. სომხეთთან თამაში პირველი შეხვედრა რომელიც ერევანში გაიმართა, მნიშვნელოვანი და გამოსარჩევი ის იყო, რომ 4 მცველით ვითამაშეთ, რაც დიდი ხანი არ გვიქნია. როცა ვქენით, კარგად არ დამთავრდა თამაშები. მაგრამ, ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ ძალიან სუსტი აღმოჩნდა მეტოქე, რომელმაც ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ვერც პრესინგს. ხშირ შემთხვევაში მეორე თამაშიც იყო კიდევ უფრო მეტად მოწარბებული, მაგრამ პირველ თამაშში ბევრი იყო. საკმაოდ თავშეკავებულ პრესინგს ასე ვთქვათ, ვერ მკლავდებოდნენ და ძალიან მარტივად იბნეოდნენ. არ ვიცი, რითი იყო ეს განპირობებული, შეიძლება იმიტომ ახალი მწვრთნელია, პირველი მატჩი იყო ლანდსკეიპისთვის, რაღაც ვერ მიიტანა საქმელი ფეხბურთელებთან, ან მიიტანა და იმას შეასრულეს. წარმოდგენა არ მაქვს. ფაქტია, რომ ფეხბურთელების თვალსაზრისით სომხეთს სერიოზული კრიზისი აქვს, იმიტომ რომ უყურებთ მე მოთამაშეებს, ვინც თამაშობს და ძალიან უკან არიან დასწრებული, მაგრამ 80% ნაკლები 70 შეიძლება. სომხეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები არიან და სომხეთის ჩემპიონატი არაა ჩვენს საზრ ძალიან ძლიერი, იმიტომ რომ ანუ ცხადა დედამიწა ასრულება ჩვენ ნაკრებსა და მათ ნაკრებს შორის ამ ეტაპზე ფეხბურთელები რომ ავიღოთ კონკრეტულად და იმდენად სუსტი აღმოჩნდა სომხეთის ნაკრები, რაც არც ველოდი და დარწმუნებული ვარ, ბევრი არ ველოდა, იმიტომ რომ რთული მატჩი მოვიდნენ და განსაკუთრებით ერევანში. იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ სანიოლის არ მგონია ბოლომდე ფოკუსი დარჩენილი იყო, ანუ კი ბედნიერი იყო ისიც, როგორც ყველა რომ დავრჩით ბელიგაში, სადაც ჩვენი ადგილი რეალურად არის, მაგრამ ამ თამაშებმა მაინც ვერ გამოაჩინა რამდენად შესაძლებელია, რომ უფრო ძლიერ მეტოქესთან და დარწმუნებული ვარ იყო მოლოდინი, რომ ეს უფრო ძლიერი მეტოქე სია შედარებით მცირეა, მაგრამ სომხეთთან შედარებით როგორც გამოვაჩინეთ, ეს ბევრად გრძელი სია გამოდის. სომხეთზე უფრო ძლიერი მეტოქე. შესაბამისად, აი მეტოქეებთან ამ სქემით თამაში შეიძლება თუ არა, ამ თამაშებმა მე ვერ გამოაჩინა იმ კუთხით, რომ მეტოქე უბრალოდ იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ შორს მიმავალ დასკვნებს ამ თამაშებიდან ვერ გავაკეთე.
სომხეთის ნაკრები, ხა სომხეთის ნაკრები არ არის რეალურად გიბრალტარი და სან მარინო. ხო? საბოლოო ჯამში რა შედეგიც მივიღეთ და როცა ამ გადაცემას წერთ მეორე მატჩი ჩატარებულია, 9-1 დავამარცხეთ, ხო? ერთი რაც მინდა ვთქვა პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით, სკრინებს ვანათებთ ხოლმე ტატორო იცოდე გადაცემაში და ამ კონკრეტულ ეპიზოდზე რომელსაც ახლა ვიტყვი, სკრინს ამოვანათებ აუცილებლად, პრესინგი რომელსაც თავიდან თითქოს აი პირველი 15 წუთი სომხეთმა შემოგთავაზა რაღაც პრესინგის მსგავსი. შემდეგ უკვე არ ვიცი ფეხბურთელები შეიძლება დაიღალნენ ან მწვრთნელის დავალება იყო. მერე უკან დაიხიეს და სიტუაცია შეცვალა იმან რომ მერე უკვე ჩვენ წავედით პრესინგზე. და გამომდინარე იქიდან რომ არ ყავდა კვარაცხელია, და 4-3-3 ვითამაშეთ რეალურად. ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა კვეკვესკირი, რამაც გიორგი ქოჩორაშვილს გაუხსნა ხელფეხი, ნაკლებად ზრუნავდა იქ რა ხდებოდა მის უკან, იმიტომ იქ იყო კვეკვესკირი. ხო, და აი სკრინში ჩანს რომ ქოჩორაშვილი იწყებს პრესინგის ხაზს და როდესაც საყრდენი ნახევარმცველი, რომლის პირდაპირი დავალება არის ბურთის ართმევა, ასე აქტიურად მონაწილეობს პრესინგში, ბუნებრივია ეს მოქმედებს, ანუ შედეგი მოაქვს რა. ზუსტად აქედან მოვიდა პირველი გოლი. ბურთის, აი ფაქტობრივად ბურთზე კონცენტრაციის მოხდენა ვერ მოასწრო სომეხმა ნახევარმცველმა, როცა აი დაგეშილი ქოჩორაშვილი მირბის, გადაეფარა ამ თელ ბურთს და მერე ძალიან მოკლე მონაკვეთში კიტეიშვილთან გაითამაშა ბურთი და ნუ რეალურად მივიღეთ საგოლე მოქმედება. მე ვთვლი რომ ეგ იყო სანიოლის დავალებასავით, რომ რადგან კვარა არ ყავს და მეტოქის ნახევარზე შეიძლება გაგვიჭირდეს რაღაცა თამაშის ორგანიზება, მოდი მოკლე პასები და ქოჩორაშვილის პრესინგი გამოვიყენოთ იმაში, რომ შედეგი მოვიდეს რეალურად. ირაკლი. გამარჯობა პირველ რიგში. გავიდა ნახევარი გადაცემა და ჯერ არ მithქვამს არაფერი. ნუ მთავარი ამბავი რაც იყო, ორივე თამაში იყო ის, რომ სომეხ ფეხბურთელებს აქვთ საშინელი ბურთის მიღება. როგორც ჩანს, ანალიტიკოსებმა ეს დააფიქსირეს, ვერც ერთი გრძელი პასი ვერ მიიღეს. მაშინ როცა საპირისპიროდ კვარაცხელია აქვავებდა 60 მეტრიან პასს. ძელი პასი კი არა და პირველ თამაშში და მეორე თამაშშიც არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც 60 მეტრში გაკეთებულ ბურთს ვერ აჩერებდნენ ისე, როგორც უნდა გააჩეროს პროფესიონალ ფეხბურთელს. ხო, და ან რატო ვიძახი გრძელ პასს? ანუ მთელი იდეა საქართველოს ნაკრების იყო ის, რომ მეკარე რომ იწყებდა build-ups, რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, მთელი გუნდით გადავდიოდით იქით და შანსი იმისი, რომ დიაგონალით გამოსულიყვნენ ამ პრესინგიდან, აი აზრი არ ქონდა. მიმართულებასაც ვერ აძლევდნენ მოთამაშეებს. აი ეგეთი სუსტი გუნდი, რა ვიცი, დღესაც ნუ გადაცემა თამაშის დღეა დღეს და აი რა აღარც მიხაროდა უკვე გოლები რა. ადგომა დაჯდომით უფრო დავიღალე ვიდრე თამაშთვის ამოვნე. პირველი 10 წუთი კაი იყო. სანამ ცოტა რაღაცა ინტრიგებს ვიგონებდით, რომ იქნებ რაღაც მოხდეს. ნუ აი რო ჩავირთეთ. ხო, მეც რაღაცა ის მქონდა, როგორც ყველა გულშემატკივრს ახასიათებს ალბათ. რაღაც შიშები მქონდა, რომ მაინც ფეხბურთია და ყველაფერი ხდება და რაღაცა შეცდომა დაუშვას და გააძევონ და 10 კაცი დავჩეთ და პირველი გაგვიტანო, მე მეორე და მე დაიძაბო სიტუაცია და ავნერვიულდეთ და რაღაცა რა უნდა ანერვიულდეთ 10 წუთში უგებდით 3 ტონს რაღაცა. ჩვენთვის იყო ხასიათის გამო საკეთებლად ძალიან კარგი მატჩი. ბუნებრივია არ უნდა ჩავარდეთ ეიფორიაში და არ ვთქვათ რომ всё ყველაფერი მოგვარდა. წინ ამ ნაკრებთან ეგრე ვერც იქნები. ხო, მაგას ეს გინდა იმაი თუ გინდა ახლა არ ვიცი ივწერთ თამაშის დღეს, მაგრამ არა, ესპანეთი ჰოლანდია დამთავრებული და არ ვიცი ჯგუფი რომელი მოხდა ჩვენთან. თქვათ იყოს ესპანეთი. სულ ავდგეთ და თურქეთი ესპანეთი დავამარცხოთ ერთად რა ვეთამაშებით. კაი, თურქეთი ბულგარეთი პირველი ვერ თამაშობ. როდესაც მოვუგოთ. საერთოდ უნდა ჩავარდეთ ეიფორიაში, არც შემთხვევაში ესპანეთსაც რომ მოვუგოთ მე. იმიტომ რომ ისეთ ნაკრებია რომ უცებ შეიძლება ავდგეთ და როგორც უკრაინასთან წავაგეთ, ისე წავაგოთ თამაშს, სადაც არანაირი მოლოდინი, უბრალოდ მოლოდინი შეიძლება ყოველთვის გააქვს, იმიტომ რომ ზერ მეტოქია, მაგრამ თამაშის სურათიდან გამომდინარე, ასაგები არც ის თამაში იყო, ჩემი აზრით უკრაინასთან. ალბანეთთან აქ საერთოდ რაღაც ანომალია იყო და ბათუმში გაცამართი მატჩი უკრაინასთან, ასე მოსაგები იყო ჩემს, რომელიც ვერ მოვიდეთ. ამიტომ ამ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ ძალიან ძლიერ მეტოქეებსაც თანაბრად ეთამაშოს. ოღონდ შეიძლება მივიღოთ საბოლოო ჯამში ის, რომ შედეგი
არ გამოვიდეს. მან მე მგონი გადამწყვეტი ფაქტორი არის პირველ ნომრად თამაშობს საქართველოს ნაკრები თუ მეორე ნომრად თამაშობს. აი მაგალითად თბილისში მიხელ მესხზე რო ეთამაშეთ ჩეხეთმა თითქოს პირველ ნომრად დაიწყო, მერე კონტრშეტევებზე ისეთი უქენით რო გავანადგურეთ საბოლოო ჯამში, მერე უკვე აი როდესაც ოქტომბრის მატჩები იყო თითქოს დაგვიმუღამეს და ბურთი მოგცეს რომ აი ითამაშეთ პირველ ნომრად და აი ამ 3-5-2 სქემიდან გამომდინარე ჩვენ გვიჭირდა მომენტების შექმნა. ზუსტად ამაზე ისაუბრა სანიელმა სანამ პირველი მატჩი გაიმართებოდა რა 4-3-3 წყობა რეალურად უფრო მეტ შეტევის ვარიანტს იძლევა ვიდრე 3-5-2 წყობა ხო? იმიტომ რომ ახლა ერთი მცველი მოაკელი და ერთი ფორვარდი შეცვალა მცველი. შედარებით უფრო მეტი შემტევია და უფრო მეტი არჩევანი არის. თან მე რო დაუბრუნდეთ ამას მანამდე იმაზე რო ვისაუბროთ, რაც ახსენე რომ ბურთი მოგცეს ხო? ალბანეთმა რომ მოგცა ბურთი ეგ საერთოდ არ გასაკვირი, იმიტომ რომ შემადგენლობით გამოვედი ისეთით რომ ეგ თამაში საერთოდ ანომალიაა, ძალიან უცნაური თამაში. ეგეთი მარტო ნაკრების ისტორიაში შემთხვევის იყო მოლდოვასთან პირველი მატჩი 95 წელს წავაგეთ. 9 შემთხვევი რო ყავდა მოედანზე და 9 არა 8 ორი მცველიც არის, ერთი მცველი იყო, ერთი ნახევარმცველი. წავდნენ. და 8 შემთხვევი. ეგეთ შემადგენლობა არ არსებობს, რომ ფეხბურთში გამოხვიდე და მაგ შემადგენლობით თამაში მოიგო, გამორიცხულია, კი მქონდა 50 მომენტი და წავაგეთ. რა ვიცი, ვისაც არ გინახავთ, გადახედეთ შემადგენლობას, გავგანდებით, თუ იცით ვინ სათამაშობდა, სამივე არველაძეს, ყაველაშვილს, გურულს და კინკლაძე ჯამარაულს ერთად თუ დაინახავთ და ქეცბაიას მიხვდებით, რომ 4 ფორვარდი იყო და 4 შემტევი ნახევარმცველი იყო ფინდოს. და ნემსა იყო ცენტრალური მცველი, ხო? გავაგებდით რა მაგ თამაშს, ხო და არ მოიცა, სამგოდი. ეგ იყო ალბანეთთან, ხო? მაგრამ ჩვენ ნაკრები რაც იყო ადაპტირებული, რა თამაშსაც იყო მიჩვეული, როგორც სქემასაც და როგორც ტაქტიკასაც, ის იყო ისაც ევროპის ჩემპიონატზე ნახეთ. ისე იყო საბერძნეთთან ნახეთ, ხო? სამი მცველი უკან დახეული დაცვით, კონცენტრირებული დაწყობილი თამაში. პირველი ორი მატჩის ერთელი ის ეგეთი იყო, ბუნებრივია, რომ მე ვერ გაგრძელდებოდა, ეგ მით უმეტეს ჩეხეთს რო განადგურებ ესე. ცოტა სპეკულაციას დაგითმობენ. არ გამოვიდა ბოლომდე გადაწყობა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ძალიან ცუდი ჰქონდა ერთა ლიგის ბოლო 4 ტურში, თამაშის ხარისხის ვარდნა ეგეთი არ იყო, როგორც შედეგები. ორი მოგების მერე 4 თამაში ერთი კულა სერიოზული ვარდნაა თითქოს, მაგრამ ხარისხი რო იყო თამაშის არ იყო მაგ ხელსაუბრობა რა ამ ორ თამაშს შორის, ამ ორ პერიოდს შორის. და ეს რასაც ახლა ამ თამაშებში რაც გააკეთა სანიელმა, ჩემი აზრით 4-3-3-ზე 4-3-3 2-3-1 იყო უფრო, ხო, მეტად კიდევ ვიდრე 4-3-3, თუმცა ნუ ამ შემობა განსხვავება არ არის მაგ სქემებს შორის. თუმცა განსხვავება იყო ერევანში და დღევანდელ სქემებს შორის, იმ ჩაკვეს პოზიციიდან გამომდინარე. მაგრამ იდეა ისაა, რომ როდესაც ეგეთი მატჩები გექნება და ეგეთი გექნება უცებ მაგალითად ბულგარეთთან, ახში, აქ და მალე გექნება, მან უნდა ვითამაშოს სწორედ მაგ სქემით, რომ ჩვენ ინიციატივა ავიღოთ, ბურთი დაგვითმეს, სარაუშოს შევუტიოთ და ჩამჯდარ მეტოქესაც საგოლე მომენტებში შეგვიძლია. ერთადერთი რის გამოც, თქვათ, აი ეს საპასუხო თამაში, ეს მატჩი კარგი გამოვა, მაგ კუთხით არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში სომხეთი იყო ჩამჯდარი საკუთარ საჯარიმოსთან და ჩვენ ვცდილობთ რომ ან როცა მათ ქონდათ ბურთი პრესინგით აგვერთმია, ან პოზიციური შეტევით გაგვეტანა გოლი და ამ ხრივ კარგი გამოცდილება მივიღეთ ამ სქემით როგორც რომ მაგის გაკეთება. და ტექნიკური ფეხბურთელები და მოაზროვნე ფეხბურთელები იმდენი ყავს, რომ რთული სიტუაციებიდან გამოსავალს ნებისმიერ სქემაში ასალზონად ჩასვლა, როგორც სქემით თამაშა მაინც უნახავ. ორ ფეხბურთელზე მინდა გაგამახვილებინოთ ყურადღება. ძალიან ბევრ ფეხბურთელზე შეგვიძლია ჩვენს ნაკრებში ვისაუბროთ ესე დეტალურად, მაგრამ დროის სიმცირიდან გამომდინარე პირველ რიგში ორ ფეხბურთელზე მინდა ერთს სტატოს გავარჩევინებ, ერთს ირაკლის გავარჩევინებ. პირველი არის საბა გოგლიჩიძე, რომელსაც ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ითამაშა 90 წუთი, აქ თბილისურ მატჩიც ვნახეთ. მე ვფიქრობ, რომ უპირატესობა, რომელიც საბას ძირითად შემადგენლობაში ყოფნა მოგვიტანა, არის დაცვის ხაზით ასტრაფება. სანიელმაც თავად თქვა, რომ ჩემი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის ის, რომ დაცვა გავაახალგაზრდავო და საბა გოგლიჩიძე მე მგონი ამისთვის იდეალური ვარიანტია. თუ გახსოვთ პირველ მატჩში ერთ-ერთი ეპიზოდი იყო, როდესაც აი დაახლოებით ისეთ ცდილობდა სომეხის შემტევი ბურთის ჩაწოდებას, როგორც დღეს აი სანამ გოლს გაგვიტანდნენ მცველმა რო ჩააწოდო, ფორვარდმა რო ჩააწოდო. გოგლიჩიძემ იქ მისი სისწრაფიდან გამომდინარე გააკეთა ვარდნა და ბურთი გადაგდო კუთხურზე. დღეს გურამ კაშიამ იგივე ვერ გააკეთა. ნუ ამას ანუ განსხვავებას აქვს ხედავ იმას, რომ ეს არის ახალგაზრდა, არის 20 წლის, გაცილებით მეტი ენერგია აქვს, ვიდრე მიუხედავად გამოცდილებისა გურამ კაშიას, ხო? ირაკლი, რა მოგვიტანა გურამ კაშიას ცვლილება, მაგრამ პრინციპში იმ შემთხვევაში ცვლილება, მაგრამ აქ უკვე წყვილში ყოფნა. საბა გოგლიჩიძეს რამდენად დიდ პროგრესს ველით სამომავლოდ. თავარი პლუს, ნუ სისწრაფე ხო ძალიან კარგია, მაგრამ ერთ-ერთზე არის ძალიან მაგარი. ანუ ძალიან რთულია, რომ ნუ ეხლა გააჩნია ვისთვის, ხო? მაგრამ ძალიან რთულია, რომ ერთ-ერთზე მარტივად მოერიო, იმიტომ რომ არის მაღალია, დიდია,
თან სწრაფია, ოდნავ პოზიციას თუ კარგავს, უცებ იცის დაბრუნება, როგორ დაიბრუნოს. თან მაღალ მოთამაშეებთანაც ძალიან კარგად შეუძლია რომ იხმაროს ხელი, კარგად ჩაუდგას корпуსი და რაც ყველაზე მეტად მომეწონა 92 წუთზე დამთავრებულ თამაში, რომ აი 3-0-ია უკვე გასვლაზე ვიგებთ 3-0-ს და აი ისეთი მომენტია რა, რომ აი ცოტა კუთხიდან შეიძლება გაგვიტანონ გოლი და აკეთებს ვარდნას და ამას აღნიშნავს ძალიან მაგრად. ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც მოთამაშეში, რომ აი 3-0-ზეც შეუძლია რომ აი ეგრე 100% ჩადოს რაღაც მომენტში რა. და თან აბა ბოლომდე იყო ეგრე ჩართული თამაში საფასურო შეხვედრაში გაგახსენებთ გოლს რომელიც გაგვიტანეს, ძალიან ლამაზი გოლი გაგვიტანეს და იმ გოლის ეპიზოდში ძალიან გაბრაზდა ბურთფეხი ამოვარტყა და რვით 0-ს ვუგებდით ორი შეხვედრის ჯამში მეტოქეს. მაგრამ იმ გოლზეც ეწყინა და გაბრაზდა იმაზე რომ კაი მშადო შეინახა. და კიდე ერთი მომენტი რომ აი მეორე ანუ ხო საბამ რაღაცნაირად დაალაგა დაცვა რა ამ 4 მცველში ეგ იყო რომელიც ალაგებდა მე იმის მიხედავთ რომ კაში აყავდა გვერდით ნუ წინა თამაში ლოჩოშვილი ყავდა და იქ უფრო ჩანდა ის რომ მეტნაკლებად ეგ ალაგებდა დაცვის ხაზს და ზუსტად იგივენაირი ყავს დვალი რომელზეც კაშიამ თუ უკვე არ მახსოვს რომელიღაცამ თქვა რომ ნაკრებში მოვიდაო და დაცვის ხაზი დაალაგაო თან კარგი ისაა რომ ორივე შეუძლია ფეხით თამაში და კაშია გოგლიჩიძისგან განსხვავებით გოგლიჩიძე დვალი ერთი მემარჯვენეა ერთი ცაცია ორივე ფეხით კარგად თამაშობს და აი ძალიან მაინტერესებს მაგორის ერთად ნახო დვალი ცოტა ისა ცოტა ნელია მაინც შედარებით მიხედავთ იმისა მაღალია და გრძელი ნაბიჯი აქვს ხარის დაწეული დაცვით თამაშის შემთხვევაში ცოტა ეს არის გოიყოს. ლოჩშვილი უფრო სწრაფია. მე მგონი მაგიტო იყო ზუსტად ლუკა ძირითადში სომხურ მატჩში, რომ უფრო სწრაფია. ხო, ნუ მე მჩება საბჭოა უფრო სწრაფია, შეიძლება ხო ცხანდახან არის ხოლმე რომ გონია რომ ეს ფეხბურთელი იმას სწრაფია და მე აღმოაჩინო თუ მე არა. მაგის იდეალური მაგალითი არის ანდრეა ბარძალი. არავის ანუ ესე რო კითხონ ბარძალიზე იყო სწრაფი, იუვენტუსში ისეთი დრიბლინგები აქვს ხოლმე უბურთოთ რა თქმა უნდა. აი, ზოგჯერ მე როგორც იუეს გულშემატკივარი ხო გიждები ბარძალიზე რა და ისეთ სისწრაფეებს აკრებდა ხოლმე და ისეთ სიჩქარით გარბოდა ხოლმე რომ პირი ღია მრჩებოდა რა. და მე თან ისეთი იმაზე მაქვს ლაპარაკი რა, როცა გაზომილ სისწრაფეს გულისხმობ რა, საბჭოება მრჩება რომ ეს ტიპები მეორეზე აშკარად სწრაფია რა, თამაშებიდან გამომდინარე და მე როცა აღმოაჩინე თუ მე თანაგუნდელები არიან და ვარჯიშზე ეს ვერა სწრაფად დარბის იდეა და რომ გიყვირს. იმიტომ 100%-იანი არა ის რაც გეჩვენება და მე. რუდიგერი ანუ რო შეხედავ ექსტრაფი არ უნდა იყოს. ვერიფიკრებ. და თუ ფეხები ესე ცხენივით გაშალა? ექსტრაფი არის ამბობ. კარგი, მეორე ფეხბურთელი რომელზეც ძალიან მაინტერესებს შენი აზრი. ეხლა ხვიჩა კვარაცხელია ვინ არის, ეგ ძალიან კარგად ვიცით რა, რამდენიმე წელია ვხედავთ. თუმცა ეხლა ალბათ ყველაზე მეტად რაზეც ქართველები საუბრობთ არის სოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცხრიანი არის ქართველი, ხო, გიორგი მიქაუტაც. აი ხა ცოტა ზემოთი მოგდის. არ მომდის ჩემი აზრით ზედმეტი. არა, სოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცხრიანი ძალიან ზედმეტი არის. ჩემი აზრით, როცა ფეხბურთელზე როცა ამბობ, მე ხა ჟორჟი ძალიან მიყვარს და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია ნამდვილად. მაგრამ თავის კლუბში ძირითადად ვერ ხდება და ეხლა ისეთი სტატისტიკა აქვს ბოლო თამაშებში. არა, პოტენციალით კი ბატონო. პოტენციალით რაც აქვს ჟორჟს, აზია საუბარი. უდიდესი ფეხბურთი უნდა ითამაშოს წესით და ითამაშებს დარწმუნებული ვარ. აი, ერთ-ერთი ფეხბურთელი რომელზეც არ მეპარება ეჭირო თავის პოტენციალს გამოავლენას, ეგ არის, იმიტომ ეთყობა. ტიპაჟს ეთყობა, რანაირი ადამიანია, როგორი მიდგომა აქვს, როგორი პროფესიონალია, როგორ უდგება საქმეს, ეთყობა რა და ნიჭირო აქვს, ეგეც ჩანს. ეს თუ ნაზავში არსებობს, შანსი არ არის რომ ფეხბურთი ვერ ითამაშოს. თუ რა თქმა უნდა რაღაც კატასტროფალურობა არ მოხდა ისგან ზაძველი არასდროს არავინა მაგრამ დღეს ახლა სოფლიოს საუკეთესო ცოტა სეგმენტია უტრირებ ოკეი სად წარმოგიდგენია რომელ ჩემპიონატში წარმოგიდგენია ჟორჟის მომავალი ისევ საფრანგეთში თუ სადმე ისურვებდი ახლა კლუბს არ გეკითხები შეგნებულად არ ვიცი ახლა მე ვიცი ისე მითხრეს არ ვიცი რა გამართლდება ეგ მაგრამ მითხრა ერთ-ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა ლიონის კომაგია და აკაზეთი მიდის ამ სეზონის მერე შესაბამისად ჯორჟისთვის ადგილი თავისუფლდება, ორბაინს გაყიდეს. და ნუ გასვლაც ჰქონდათ ალბათ, რომ ეს ერთი სეზონი ესეც არის, ლეგენდა არის კლუბის ლაკაზეტი. ნუ ასაკშია უკვე. მე ჯორჟი დარჩება ლიონში, სადაც თუ პრობლემები მოაგვარეს ფინანსური და შემოგვიმოვა შეინარჩუნოს, ძალიან კარგი გუნდია. შერკისთანაც ამას როგორც ვატყობთ, შვენიერი დუეტი აქვს, რავი, რამდენი თამაში იყო უკვე ძალიან მაგრად კომბინირებდნენ ერთმანეთში და როცა ორი ეგეთი ხა ჟორჟის ეგეთია და შერკიც ეგეთია
გონება გახსნილ ფეხბურთელი ხდება ერთმანეთს მოედანზე და ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. კარგი დუეტი იქნება სამოცახალო ყველასთვის. ფინანსური პრობლემიდან გამომდინარე, რომელიმეს გაყიდვა არ მოუწიო. შეიძლება, ახლა თუ დასუსტდა ლიონი, ბუნებრივია ვისურვებდა წავიდეს, მაგრამ მშობლიური კლუბი აქ გაიბადა, კარგად უძნობს თავს ჯერ ამ ეტაპზე აქ ვისურვებდი რომ იყოს. და ლიონზე კარგი ტრამპლინი შეიძლება ვერც ნახო, ახლა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მაგ თვალსაზრისით, ხო და სტილიდან გამომდინარე ალბათ, აი ხა რო ფიქრობ, ჟორჟი ისეთი ტიპია და ისეთი მოთამაშეა, თან მე მგონი ბოლო წლებში რო გადახედო, ყველაზე განსხვავებული ჩემპიონატი გამოვიდა ესპანეთი. აი სათამაშო სტილიდან გამომდინარე. პრემიერ ლიგა აღარ არის ეგეთი განსხვავებული კონტინენტური ჩემპიონატებისგან, იმიტომ რომ იმდენი კონტინენტური მწვრთნელი ჩავიდა და ფეხბურთელი ჩავიდა სამხრეთ ამერიკიდან და ევროპიდან, რომ აღარ არის უკვე ეგეთი ინგლისური ფეხბურთი რაც იყო და ჩემი ბავშვობის პრემიერ ლიგა როგორც იყო, რომ ერთი-ორი ტექნიკური ფეხბურთელი რო გამოჩნდა და რო გადაირდნენ ინგლისელები, ესენი ვინ არიან. შესაბამისად, პრემიერ ლიგა, იტალიის ჩემპიონატი, ბუნდესლიგა მეტნაკლებად ახლოს არის ერთმანეთთან, მეტნაკლებად განსხვავებული არის სტილით და აი ესპანეთს რა განსხვავებული, ამიტომ ესპანეთში მაინც არ ვისურვებდი. იმ ტემპიდან, დაბალი ტემპიდან გამომდინარე, რომელიც არის ჩემპიონატში. იმიტომ რომ რეალურად ძალიან დაბალ ტემპში თამაშობენ და ჯერ კიდე ვერ გადააგდეს, ვერ მოიშორეს ტიკიტაკა და ცუდი გამოვლენა უკვე ტიკიტაკაზე. იქით პრემიერ ლიგა იქნება ეს თუ იტალია, გერმანია კაი არ იყოს სიტყვაზე. გერმანიას უნდა ვისურვო მარტო ბაიერში ხო და იქ ჯერ კეინია. იტალიის ჩემპიონატში მაგალითად სიტყვაზე ახლა რომ დავფიქრდი. ან თუნდაც პრემიერ ლიგაში, სადაც ისეთ გუნდში ვარ, სადაც შედარებით მეტნაკლებად ნაკლები არც გვარდიოლას გუნდი მინდა ესე გვარდიოლას რას უწონებ მაგრამ სტილიდან გამომდინარე და არც ძალიან ჯერ კიდევ ძველი ყაიდის ინგლისური ბარნლი სადაც კრის ლუდი თავით იტან ეგეთიც არ მინდა აი სხვა შუალედური რომელიც ევროპელს ამაშობს ეგეთი ინგლისური გუნდი ან უფრო მეტად იტალიური მაინც იმიტომ რომ სტილისტურად მე მგონი იტალიის ჩემპიონატი ძალიან მოხდებოდა კიდე ერთ მოთამაშეზე ვიკითხავ მე თუ შეიძლება ბატონო წამყვანი აუცილებლად ქოჩორაშვილის აი შენთვის ქოჩორაშვილის იდეალური კარიერის განვითარება როგორია? არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრა მე მგონია რომ ქოჩორასაც მიქაელ ტაძეს არ იყოს ასევე ულევი შეიძლება არა, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ესე მომავალში. იმიტომ რომ ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ჯერ ესეთი ეგეთი ტიპის ფეხბურთელს ყველაზე მეტად აფასებენ დღესდღეობით ლოგიკურადაც, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი შეუძლია მოედანზე. აი რომ დაფიქრდე, ყველაფერი შეუძლია, ტექნიკურია, სწრაფია, აზროვნება შეუძლია, ბურთის ამოტანისას არ ერიდება გარისკვას, კვერცხებიც აქვს, ასე ვთქვათ, ანუ ყველაფერი აქვს, რაც გჭირდება რომ კონდეს ნახევარმცველს, რომელსაც შეუძლია საყრდენადაც თამაში, ცენტრალურ ნახევარმცველსაც თამაში. თუ რამე ფლანგზე დააყენებს, იქაც გაიკეთებს საქმეს. შეიძლება ისე კარგად ვერა, მაგრამ გაიკეთებს. ამიტომ იდეალური ნახევარმცველია ქოჩორა ისე როგორც ჩაკვეტაძე, აი ამ ეტაპზე ჩემი ერთ იდეალურ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა. მაგიტო ნებისმიერ ან ტოპ ჩემპიონატის გუნდში, მათ შორის ლევანტეშიც თუ გადავიდნენ და კარგი შანსი აქვს, რომ დარჩეს რაღაც წელი მინიმუმ ლევანტეში, ცუდი არ იქნება თუ გადავიდნენ. თუ არ და ან ტოპ ჩემპიონატების გუნდებში, ან აი რაღაც ისეთ ვარიანტში რა, როგორც აი ბეტისი. არა, ნახე ბეტის ტოპ ჩემპიონატის გუნდი, მე ვამბობ აი ტოპ ჩემპიონატის გუნდი თუ არ იქნება, იმიტომ იყო ხო რაღაც გუნდებზე, სხვა გუნდებზე საუბარი, რომელიც არ შედიან ტოპ ჩემპიონატებში, მაგრამ სიტყვაზე პორტუგალიის ჩემპიონატის 3 გრანდიდან ერთ-ერთი რო იყოს, ან სიტყვაზე აიაქსი ან ეს ეგეც არ იქნება სული ვარიანტი ტრამპლინის ამბავში, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ქოჩორას ბოლო გაჩერება ეგ AC კლუბები იქნება და არც რომელიმე ტოპ 5-ის კლუბში რო გადავიდეს, ისიც იმიტომ რომ ეხლა თუ გადავიდა რომელიმე ტოპ 5-ის გუნდში, რეალ ბარსელონაში ვერ გადავა, ხო? უნდა იყოს რაღაცა ცოტა შუალედური გუნდი და მგონია რომ ეგეც შეიძლება არ იყოს მისი ბოლო გაჩერება პოტენციალიდან გამომდინარე, რაც აქვს. კი ბატონო. და არა მარტო ჩაკვეტაძე რო ავიღოთ იგივე დარწმუნებული ვარ პრემიერ ლიგის თამაში შეუძლია ეხლავე. აი ხა ვერ გადასვა. მაგრამ მგონია რომ ზაფხულში მოუწველი პრემიერ ლიგაში იქნება. გაუგნებული ვიქნები რომ იყოს, მე მგონია ჩემპიონშიპში საუკეთესო ფეხბურთელია. ნუ ტოპ 5-ში არ დაჩერდეს ჩემპიონშიპის ფეხბურთელების. თავისი მონაცემებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რასაც თამაშობს და მართლა იდეალური ნახევარმცველია. რომ ყველაფერს კეთება შეუძლია უკვე ინგლისში ისე მოაღონიერეს და ისე დაამუღამებინეს, ასე ვთქვათ. ფაქტობრივად საყრდენის თამაშიც კი, რომ პოზიციაზე შეუძლია თამაში და ჩაკვე არის ძალიან ჭკვიანი, ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგ სეზონში პრემიერ ლიგაში ვნახავთ, იმიტომ რომ მგონია რომ ნაკრები ხო იხერებს და იხერებს. ჩვენც მაგრავი გაიფრთ, იმიტომ რომ ხა უთორეს თამაშების ყურება ცოტა რთულია ხოლმე რა. ბაიოსო პასუხეთებს და ის ვერ იწდება სადმა გაიქცეს. უეთესი თანაგუნდელი რო ეყოლება და ასის მიმცემი რო ეყოლება ამას და არ მოუწევს მართლა ფლანგზე სერბილი გიჟივით რომ საჯარიმოში შევიდეს და ვიღაცას ბურთი დაუტოვოს. באמת კარგი სანახავი იქნება ჩვენთვისაც. კარგი, შემდეგი თემა, რომელზეც მინდა ვისაუბროთ, არის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება რეალურად სექტემბერში. დაიწყო უკვე. ჩვენთვის. ჩვენთვის მაგრამ ნუ ისე დაიწყო, მაგრამ ჩვენ საქართველოს საკრებაზე ვსაუბრობთ.
მოკლედ, ნუ ესპანეთი, ნიდერლანდების შედეგი არ ვიცით, როგორც ვთქვით, თურქეთი და ბულგარეთი. რას ველით თქვენი აზრით ამ მატჩებში? რისი იმედი უნდა გქონდეს სოფლიოს შესარჩევას? ჩემს კიდე მოისმენენ და ჩემ არ მევკვდები თუ რა ხდება? არა, ნუ ამ კამერაში ვერა. მე მეცაც გეტყვი. იქიდან გამომდინარე, როდის იწერება ეს. მე შემიძლია რომ ჩემი აზრი ბევრად ადრე გავაგონო ხალხს ვიდრე შენი. იმიტომ ხალ გადაცემა მაქვს. მართალი. ხალხს არდებთ. ხვალე დავდოთ 8-ზე გაფხო. მაშინ აღაბაზოთ. 8-ზე რაც. 8-ზე დავდოთ. აი, მაინც მე უნდა დავიწყო. გასულოდები და ველოდები, არ ვიცი, ამდენ გამართლდება, მაგრამ ამ ეტაპზე რაც ვნახეთ ბოლო წლებში, ბულგარეთი საკმაოდ სუსტია. ველოდი ისეთ ნაკრებია, რომელსაც შეუძლია რა გამწაროს და გულებს დაგახოს. თურქეთთან, არ ვიცი, თურქეთთან ყოველთვის გვიჭირს, რთული მეტოქეა, კარგი ფეხბურთელები ყავთ. კარგი მატჩი ქონდა ევროპის ჩემპიონატზე, მეცაც ვიმსახურებით იქ, ვიდრე წაგება იყო, ალბათ ორი ბურთით. მაგრამ შესაძლოა შეექნება წარმოუდგენა. ფაქტია რომ ამ ეტაპზე ისე ჩანს რომ მეორე ადგილისთვის ჩვენ და თურქეთმა უნდა ვიბრძოლოთ და ბულგარეთი თითქოს ჩანს ისე რომ ბოლო ადგილზე უნდა გავიდეს, ოღონდ ისეთ ბოლო ადგილზე ვიღაცა სოფელ უნდა წაართოს, ვიღაცა უნდა გააბრაზოს ან თურქეთიან ჩვენ. უფრო ხშირად ეგეთი ჩვენ გამოდივართ ხოლმე. და იქ რაც შეეხება ზედა ეშელონში. დღეს ლაივი ქონდა და თამაში მე ჩვენი ნაკრების და იქ თქვი და იგივე აზრზე ვარ, ეხლა ნატურალ მოვიყარა რომ 20 წუთს წინ იყო. გონია რომ ესპანეთის ჩვენთან მოხვედრას მჯობია მოხდეს ჰოლანდია. იმიტომ რომ ჰოლანდიის მოხვედრით, ნიდერლანდების მოხვედრით მართალია ძალიან მცირედით, მაგრამ ოდნავ გვეზრდება შანსი რომ პირველ ადგილზე გავიდეთ. ესპანეთთან გონია რომ ძალიან შედარებით მცირედ შანსი გვექნება. შედარებით. რომ არ მინდა რომ ნიდერლანდები დავაყინინო, ამ პირიქით ესპანეთი რაღაც ძალიან საშიავ ვიყვანო, თუმცა ფაქტია რომ ჩვენ ჩემპიონია, ხო და ძალიან ძლიერი გუნდია და ნიდერლანდები მეორე სულ ასევე კაი გუნდია ძალიან, ნახევარფინალისტი თუნდაც ევროპის ჩემპიონატის, მაგრამ მაინც შედარებით სუსტი მგონია ესპანეთზე და თუ თქვა დღეს მოუგებენ ესპანეთს, გამიხარდება და ვიფიქრებ რომ ამითი ოდნავ, მაგრამ მაინც გაგვეზარდა შანსი რომ გავიდეთ პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ამ შესარჩევში პირველ ადგილზე თუ ვერ გახვედი, მეორე ადგილი ძალიან ძნელია მოხვედრა. იმიტომ რომ გიწევს პლეი-ოფი და იქ მაგრა უნდა გაგიმართლოს. მე მგონია რომ ჩვენ საკმარისად გაგვიმართლა წინა ერთ ლიგის იმაზე რომ დაგვიჯდა საშინაო თამაში და აქამდე გაგვიმართლებს ეგრე მეორეზე რომ გავიდეთ არ ვიცი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ რამდენიმე ჯგუფიასაც ორი გრანდია ერთად. შესაბამისად რომელიღაც ალბათ მეორეზე გავა. შესაბამისად ის ითამაშოს პლეი-ოფს და შეიძლება შეენშევდო იმას. დღეს ლაივში ვხსენებდით მაკედონიას, რომელიც იტალიაში შეხვდა და მერე პორტუგალიას დაუპირისპირდა. ხო, ხა პლეი-ოფში მოხდება სოფლიო ჩემპიონატი უკვე გიხარია და ჯერ იტალიას ხვდება იტალიაში თან და მერე პორტუგალიაში. ხოშება ის მაშინ მაინც გამართლებოდათ რომ ერთ-ერთ სკოპიაში მიიღოთ, მაგრამ არა, ორივე იქ ითამაშეს და. მაგრამ თამაში როგორ გაუმართლათ იტალიასთან? ხო, ну კი, ერთი და არტყეს და მოიგეს. ორჯერ გადავიდნენ იტალიის ფაქტია მოიგეს. ფაქტია მოიგეს. მაგრამ იტალიას საშინელი ისა რა ქვია. იტალიასაც არ მოუკლავს თავი იმ თამაში, დიდათ ახლა იმსახურებდა და ერთად იტალიასაც გუსმენთ. კი, მაგრამ ძალიან ობიექტური ვარ იმ ადამიანისგან განსხვავებით, ამიტომ ну ხო, კი, გასაგებია რომ გაუმართლა მაკედონიას ძალიან, მაგრამ აქეთ ვერ ვიტყვი რომ ну გადაუარა. მომენტზე იყო, არ იყო ეგ. ხო, მაგას ვამბობ. და ესპანეთს, ну ხო, ძალიან ბევრჯერ შევხვდით ამ ესპანეთს და ჩვენს ნიდერლანდებთან რაღაცას დავინახავთ რა. სიახლე იქნება თან მარტო ერთი ამხანაგურებთან თამაშები და ბარემ ეთამაშოთ ნიდერლანდებთან. მგონია რომ მიიხოთ იმის რომ კარგი თაობა ყავთ, ახალი ფეხბურთელები მოდიან, ნიჭიერები და რაღაცნაირად ცოტა გამოფხიზლდნენ ჩემი აზრით. ნიდერლანდები ნაკრები გამოფხიზლდა, იმასთან შედარებითაც იყო რამდენიმე წლის წინ. კრიზისი თითქოს შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ გადალახულს გავს უკვე ჩავი სიმონსის გამოჩენით. ბევრი კარგი ფეხბურთელი ახალგაზრდა, მაინც ეს ესპანეთის ნაკრები გონია რომ მეორე შემადგენლობა რო გამოიყვანოს დაახლოებით ერთი დონის იქნება პირველ შემადგენლობასთან და ამიტომ მაინც ისევ და ისევ თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ მართლა უკვე ყალში ამოვიდა. არ შეიძლება ყველგან ეთამაშებოდნენ ესპანეთს შესაძლოა ფინალურ ეტაპზე, მე კიდე შესაძლოა. არა ნაკლებად მაქვს იმედი სამწუხაროდ. ძალიან ბევრი წელია რომ იმას წურავ რომ იტალია ჩამოვიდეს აქ და ნუ აი სულ ეს ესპანეთი. იტალია რამდენჯერაა ჩამოსული? მე მაშინ მაშინ დაბადებული ყავი ადრე. არა, მე მოვესწარდი. მე ყველა იტალიას მე მოვესწარი, მაგრამ თბილისში არ ვცხოვრობდი მაშინ, ასე რომ მაგრამ მოვესწარი რა პირველად რო იყვნენ 2 წელს იქნებოდი. პირველად არ გულისხმობ, აი ბოლოში იყვნენ, მე მაშინ გამოდა 6-ის. კახიმ რო დუბლში ესულა საკუთარ კარში ეგ რომელიც 2000 ან უკვე 16-ის ვიყავი მე 2010 არა 2010-იანი არ ვარ 94-იანი ვარ და 2010 11 წელი 11-ია მე მგონი თუ არა 2007 ან ხო სოფლიო რომ მოიგო შემდეგი იყო არა სოფლიო რომ მოიგო იყო შაშიაშვილმა რო გაიტანა გოლი
3-1 რომ მოგვიგეს. მაშინ ეგ არის 2011 მსოფლიოს მე. მაიცა 2011 ვერ იქნება, იმიტომ რომ 2012 წელს შესარჩევი ქეცბაია იყო და იტალია არ ყავდა მათ, ხორვატია არ ყავდა. მაშინ 2013 იქნება? შეიძლება 13 და 19-ის ვიყავი. მაიცა იტალია ვერ უნდა გასულიყო მაშინ და ეგეთი არ მახსენდება რომ ჩვენთან იტალია ყოფილიყო და გავიდა იტალია. ხო და მაგას 13-ში 14-ში იყო იტალია, მე კოსტა-რიკამ რო ჩატოვა. ხო, მაშინ ეგ იქნება. ხო, 2011 წელი. აი, ვაი, შემეძლო, მაგრამ ეს ახალგაზრდა როა დაგუბო. ვერ მოახერხე. ესე იგი 2012 ევროს შესარჩევი არის. ხო. ვა, აბა კეცბარო ყავდა მაშინ. მე ზუსტად არ მინახავს, მე მეგონა შეთანხმდით ამაზე გაიხსენეთ. მე მგონია რომ 2014 სოფლიოს შესარჩევი უნდა იყოს. ეს თიწამი ვნახავ. თან ეხლა ეს იტალია რო ჩამოვიდეს, თვალსუდი არ არის. ეს იტალია რო ჩამოვიდეს, მოუგებთ. კი, შეტევის ხაზი უკეთესი ყავს ვიდრე იტალია. რა მარტო შეტევის ხაზი რომ არა, ხო. უტრიებ, მაგრამ ტონალი ბარელა არიან. რაღაც სადღაც ვიყავით და ბუდუს ვლაპარაკებოდი და მაგაზე ვეღადავე, მასკენ ვეღადავებოდი. რომ შემოდგომა ვნახე მეთქი. ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის წინ ზუსტად და მე თუ ჩვენ უკეთესი განაცხადი გვაქვს მეთქი. ხიდა იტალიას. ვიდრე მოქმედ ევროპის ჩემპიონს. ახლა ერთიერთზე შემოდარებინა ფეხბურთელებს, ჩვენებს ავარჩევთ, უფრო მეც მეთქი. იტალია თავისუფლად არის ისეთი გუნდი, რომელთანაც ჩვენს ნაკრებს აი შეუძლია თამაში რა. აი ესპანეთმა რომ თამაშობდით ხომ იტალიასთან, რა ვიცი, რა თამაშია. პირველი თამაშთან მოყოლებული პერუჯაში წავაგეთ, რავანელი მოგვაგიტანა, ეგ მასოს ეგ თამაში. რამდენიმე ძალიან მაგარი კომბინაციაც ჰქონდა, მაგრამ ნემსაძის დარტყმა აიღო რაღაც სასწაულებრივად. მიედი გაკაშპალი უკან, ხო? კარგი. იტალიასთან კარგად თამაშობთ, მაგრამ შედეგები ცუდი გვაქვს. შედეგები ცუდი. ნიდერლანდებთანაც აი რაც თქვა, მე მგონი ცოტაზე ოდნავ უფრო მეტი შანსი გვაქვს, იმიტომ რომ დიდი ხანი არ მიყურებია ეს ჰოლანდიას დაუძახებ რა თუ არ მიწევთ. ჰოლანდიის თამაში უყურე ხა ბოლოს ესპანეთთან და აი რაღაცნაირად ითამაშეს. თავიდან დაკარგეს ბურთი, თავის საჯარიმოსთან, გაუშვეს გოლი. მთელი თამაში ესპანელები გაჩერებულები იყვნენ, არც დარბოდნენ, იფაფხურა ჰოლანდიამ და ოღონდ იმენე იფაფხურა და ესენი იდგნენ. ორი გოლი გაიტანეს, მე რაღაც უაზროდ კაცი გაუგდეს და გაუშვეს კიდე გოლი. როგორ დააკნინა ის ორი გოლის გატანა ესპანეთის კარშიან. იფაფხურო და ორი გოლი გაუტანა ესპანეთს ნეტა. თანახმაო. ყველა თანახმავ იქნებით მე მგონი. მაგრამ ნუ გვარები იქ ახლა ისე წერია და კონფრინავი ჰოლანდიელები. მეორე მომენტია რაც აი ლაივი რო ქონდა იქ წინ საბაძეც მაგას ამბობდა ლაშა რომ თუ ყავდოს მეთქვა. რომელიღაც თქვა მას. ესპანეთი ერთი მომენტი მომელაშა. ესპანეთი ერთი მომენტია რომ ჩვენთან კი ფავორიტი იქნება და შანსი იმის რომ ქულები წავართოთ მცირეა, მაგრამ ასევე მცირეა თურქეთმა წავართოს ქულები. აი ჰოლანდია შეიძლება თურქეთმა სახში ამოაყირაოს. შეიძლება სტამბულში რა თურქეთმა ჰოლანდიაში რომ მოუგოს. მაგიტო მაქრო შეიძლება ცუდი იყოს მაგ ამბავში, მაგრამ ნუ თუ მეორე ადგილს უმიზნებ. თურქეთი ყავს კონკურენტად, მაგრამ მე მგონია რომ კი ძალიან რთულია და პროცენტულად რო აიღო ალბათ ძალიან მცირე შანსია, გასაგებია ეს. მე მგონია რომ პირველ ადგილზე გასვლას აქვს მარტო აზრი ამ შესარჩევში, იმიტომ მეორე ადგილი ძალიან ძნელი არის, ძალიან ძნელი იქნება. აი ჩვენ ხო იღბალა ერთა ლიგაზე ორჯერ როგორ გაგვიმართლა. რა იღბალა პირიქით, ჩვენზე უიღბლო, რავი, ვინ არის. ეგ ადრე იყო, ეხლა ხო შეიძლება. არ არის. რანაირად არის, აბა ეს მაკედონიასთან სახლი მოგვიწია, კარგად დამთავრდა, თუ სახლი მოგვიწია მაკედონიასთან, кайფებისა, კვარცხელია ყავდა, უკაცრავად. იქ ვერ გავაყავდეთ ერთი ტესტი. თუ უიღბლობაზეა საუბარი, ისე ხუჩას კოვიდი უიღბლობის პიკი. არა, უიღბალი ჩვენ ხარეს არასდროს არ ყოფილა, რა ვიღე ევროპის ჩემპიონატს რო აიღო, ძალიან კარგად გამოვედი და კი რაღაცებში გაგვიმართლა, მაგრამ საბოლოო ჯამში რო აიღო, კიტეიშვილის ტრავმა, წაქცევა, ის უბედურება, ოფსაიდი ჩემი აზრით. ეხლაც რავი, ხება მაინც აგვევა იქ თამაში, მაგრამ აი ძალიან ბევრი ის უარყოფითი ის მიეწყობა ხოლმე და არ გამართლების ამბავში ჩემპიონები ვართ. იღბლის გარდა და დამეთანხმებით დარწმუნებული ვარ, იღბალს რა თქმა უნდა მისი პროცენტობა აქვს ხო ფეხბურთში ზოგადად, მაგრამ როდესაც შესარჩევზეა საუბარი და ერთ თამაშს გუნდი თამაშობს საკუთარ მოედანზე და მეორეც სტუმრად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრებს ზოგადად. განსაკუთრებით საქართველოს რეალობაში, ხო? ამიტომ დღეს ვიყავით ჩვენ სტადიონზე, მე და ირაკლი ყოველ შემთხვევაში და ბოლოს რაც მოხდა, კამერაში მინდა ვთქვა, იმიტომ რომ არ არის ეგ მოსაწონი რა, ჩვენი მაყურებელები, აუდიტორია დარწმუნებული ვარ, არის იმას აკის, რომლებიც დღეს იქ მე საკუთარ თვალით ხედავდი, რომ სტადიონზე მატჩის შემდეგ გადავიდნენ. ზოგადად ფეხბურთში არის მინდორი, არის ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი და გულშემატკივრებს, რომლისთვისაც ჩემი აზრით არსებობს ფეხბურთი, აქვს საკუთარი ადგილი, რომელიც არის ტრიბუნები, ხო? ფაქტი, რომელიც დღეს დაფიქსირდა ჯერ კონფლიქტზე, რომელიც სომეხ გულშემატკივრებთან მოხდა, ეგ კიდე ცალკე საქმეა, მაგრამ ნუ მანამდე
დაწყებული ალბათ რა ვიცი 10 წლის ბავშვებიდან და მე დარწმუნებული რომ იქ 20 წლის ადამიანებიც იყვნენ გადავარდნენ მოედანზე ამის გამო ნუ გასაგებია ყველას უნდა რომ ხვიჩა კვარაცხელია ნახოს ახლოდან გამოვართვას მაისური და ასე შემდეგ თუმცა თუ გვიხარია ის რომ გუნდი განიცდის პროგრესს მაშინ პროგრესი უნდა განიცადოს გულშემატკივარმაც ხო შესაბამისად ამ ჩვენი საქციელით მე მიმართავ იმ ადამიანებს ვინც დღეს სტადიონზე შევარდნენ ამ ჩვენი საქციელით შეიძლება ფეხბურთელებს ერთი წავართვათ გულშემატკივრობის შესაძლებლობა რაც გულისხმობს იმას რომ დაგვაკისრონ სანქცია და მაგალითად თურქეთთან მატჩი სადაც გულშემატკივარს ექნება უდიდესი როლი. იქ ცარიელ ტრიბუნებზე გვათამაშონ და ამით ისეთია რომ რა ვიცი 50% ცალიფეხი რომ მოვაჭრა ფეხბურთელს დაახლოებით იგივეა ჩემის აზრით და მეორე მე პირადად რატოც მიყვარს სტადიონზე წასვლა რა, როდესაც თამაში მორჩება, არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება მოგებული თუ წაგებული მატჩი, ფეხბურთელები რჩებიან რამდენიმე წუთი მოედანზე, იქ წრეს არ ტყამენ, მიდიან ქომაგებთან, მიდიან არა მხოლოდ იმ ქომაგებთან რომლებიც დაჯგუფება, არამედ ჩვეულებრივ გულშემატკივრებთან. მადლობას ეუბნებიან ხარდაჭერისთვის, მე ამას ეს ყველაფერი კადრებად რჩება და ძალიან ლამაზია. ესეც ვერ ვნახეთ დღეს. მატჩის სასტვენი როგორც კი ჩასტვინა ტეილორმა და შეცვიდნენ ფეხბურთელები, ნუ აი გურამ კაშია იყო ერთადერთი. ხო, ბოდიში. და გურამ კაშია იყო ერთადერთი, რომელიც ეჭვი მაქვს თავად სურდა დარჩენა, თან როგორც გუნდის კაპიტანი დარჩა, ნუ ეს მაისური და ესენი ხო წაართვეს და ერთადერთი იყო, რომელიც აი ჭიდაობით მივიდა ქომაგებთან, რამდენიმე წამით სულ მადლობა გადაუხადა და წავიდა გასახდელისკენ რა. მოკლედ წაიღეს. ესეთი რაღაცებისგან მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი. თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გვინდა და მოგწონს რომ განვითარდა ფეხბურთი, ყავს ძალიან მაგარი და საამაყო ნაკრები, გულშემატკივრებიც უნდა განვითარდეთ და ესეთი რაღაცები უნდა ავირიდოთ თავიდან, იმიტომ რომ წეგან ზუსტად ჩაწერის დაწყებამდე საუბრობდით და წავიკითხეთ თან, რომ არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ან ცარიელ ტრიბუნებზე შევხვდეთ თურქეთს და უდიდესი მნიშვნელობა ექნება თურქეთთან ტრიბუნებს, ან შემცირებული რაოდენობით გულშემატკივრები დაუშვან და როცა გვაქვს შესაძლებლობა რომ 55000 კაცი დაესწროს, რატო შემცირებულით, ხო? ხო და რა შედეგი მივიღეთ ახლა ამით? მე ვიღაცები ამართლებდნენ იმას, რომ გულშემატკივრებთან კონფლიქტი რო იყო, სომეხ გულშემატკივრებთან ისინი გვაგინებდნენ და. აი რა გამართლება შენ წაგინე რა. ან რა მოიგე ხო ამით? გარდა იმისა, რომ შეიძლება შენი ნაკრები და შენი გუნდი დააზარა. ესე კი კარგი ინტერესებს შენი ნაკრები ხო? თუ შენ უშვებ იმას და მე დარწმუნებული ვარ, რომ 90 თუ მეტი არა პროცენტი ადამიანებს რომელიც იქ შევარდნენ იმ დონეზე მაინც არიან ასაკით თუნდაც იმ დონეზე აზროვნებენ რომ ხვდებიან რომ ამით შეიძლება რაღაც ზარალი მიადგეს გუნდს. ესე კი კიდია რა. კიდია. მე არ გავაკეთებ რაღაცას, როცა ვიცი რომ თუნდაც 1%-ია შანსი იმისი რომ დაზარალდეს ქვეყნის ნაკრები. რა თქმა უნდა. და შენ თუ მაგას უშვებ, იცი რა, მე ხა ჩემი ხოში გავისწორებ, სტადიაკ შევარდე და შევივლინე ბალახზე. მაგრამ შეიძლება ნაკრების დისკვალიფიკაცია დაემხოს მაგაზე. ესე კი კიდია ნაკრები. მაგითო რავი, აქაც ვიტყვი, ყველგან ვიტყვი. ის კამერები რომელიც არის რუსთაველზე და სხვაგან დაყენებული. სტადიონზე დააყენონ? არის დინამოზე. ძალიან არა, ეგეთი მაღალხარისხოვანი მაღალი გარჩევადობის თვალის ფერი შეუძლია რომ გამოიწვოს ადამიანს. აი ეგ დააყენონ სტადიონზე და ნუ დააჯერებენ 5000-ს, მაგრამ გამოიწნოთ ვინაა და აუგზავნოს სტადიონზე თუნდაც რაღაც დასაწყისისთვის რამდენიმე წელი. მაგ ტიპს სტადიონზე აღარ მოუშვა და მე მომავალში კიდე თუ გაიმეორებს, სამუდამო მიეცი როგორც სხვა ქვეყნებში არის ხოლმე. ან მაგრამ მეორე აგიტო ბილეთის ყიდვა შესაბამისად უნდა დაიწყო უკვე ახლა ხო არ არის იმით რა ქვია აბონემენტი ყიდულობ მაგრამ სტადიონზე რომ მიდიხარ შესვლა ხო მაგას ვამბობ უნდა იყოს შემოწმება უნდა იყოს პასპორტით და პირადობით და ვიღაცა ადამიანი რომელიც არის სიაში პირადად უნდა გაწითლდეს და უნდა შეუშვა და მორჩა და იმ ტიპის ეცვენება რომ აღარ წავალ ამაზე ვერ წავალ რაღაც პერიოდი მაინც კიდე რა არის იცი ერთ რაღაცას დავამატებ რა ხო აქ მნიშვნელობა როდის აკეთებ ამას ანუ ხო საბერძნეთთან ხო სულა კაცო სულა უნდა შევარდე მან უნდა შევარდე მაგრამ ცხრით მოუგე მოტოკეზე ჯერს ერთი ის ხომ მაინც არის რომ ცად ბოლომდე თავზე არ იმას უქნა რა ეხლა ცხრით მოუგე და აცადე რა კიდე რაღაცა ეს აღნიშნა წადი რა ხო ფეხბურთში რო პატივისცემის მომენტები ეგ ხო ძალიან მოგწონს მოგებასაც ხო ცოდნა უნდა ხო ეხლა წაგების გარდა ხო არ შეიძლება ცხრით მოუგო ვიღაცა და ყირაზე გადახვიდე და გაგიჟ და მაისური გაიხადო და იხტნა 4-1 3-1 იყოს ანგარიში პენალტი გაიტანო მეოთხე და გაგიჟდა სიხალხე და მაისური გაიხადო და იხტნა ხო აი მაგის თქმა მინდოდა ზუსტად რა ეგ პრეცედენტი დაფიქსირდა 1 წლის წინ თითქმის 26 მარტს მაგრამ არ ჩათვალონ იმ ადამიანებმა ვინც ფეხბურთს ყურება ეხლა ხან დაიწყეს რომ ეგ არის ჩვეულებრივი მოვლენა რომ ყოველ მოგებული თამაშის მერე სტადიონზე შევიდეთ ხო ეგ რაც 26 მარტს მოხდა 2024 წლის 2021 ხო ეგ იყო იმ სიხარულის მოლოდინის და იმ რაღაცა რაცაც ძალიან დიდი ხანი ველოდით ფეხბურთის გულშემატკივრები ამ ყველაფერმა იმ კვეკვესკირის პენალტის მერე ამოხეთქა ხო და ადამიანები კანში
ვერ ეტეოდნენ და რა თქმა უნდა სულ არ შესრულებდნენ. ყოფილიყო ეგ, სულ ყოველ წელს გავდიოდეთ ფინალურ ეტაპებზე და მანდაც მე-10 ძეზით გავსულიყავით, შევარდნა და აღნიშნა არის ნორმალური. მაინც ცუდია. იმიტომ რომ არა, ნორმალურია. ოკეი. იმიტომ რომ მორჩა, ფინალურ ეტაპზე გახვედი. ადეკვატურია. ადამიანები ხვდებით რაღაც წესები არსებობს, წესებით სტადიონზე შევარდნა აკრძალულია, მაგრამ ხვდებით ადამიანები ყოველთვის რომ რაღაცა წესების დარღვევა რაღაც სიტუაციებში შეიძლება. მაგალითად ამ სიტუაციაში შეიძლება კი დაგაჯარიმებენ მაინც, მაგრამ ისიც გაითვალისწინებს უეფა-ს რატო შევარდი კადრის საბერძნეთის ფეხბურთელები არ გახიათ წემით და არ უტყი და არ დასისხლიანე და წყარად გავუშვი იქიდან შენ იზეიმე უბრალოდ. პატარა ჯარიმა მოვა, მაგრამ ყველა ხვდება რომ შენ ახლა გახვედი ფინალურ ეტაპზე თუ მინდა მე-10 ძედით. ეს აღნიშნა არის ადეკვატური. კლუბი ხარ, ჩემპიონატი მოიგე, შევარდნა სტადიონზე აღნიშნა არის ადეკვატური. კლუბი ხარ და დარჩი ბოლო ტურში, კლუბ სიტუაციაში იყავი და დარჩი, გადარჩი არ გავარდი, აღნიშნა არის ადეკვატური. შევარდნა სტადიონზე და როიკინი არ დაეთანხმებოდა ამ თემას, მაგრამ ნუ მაინც შვები და ეთანხმები. მაგრამ 9-1 მოუგო მეტოქეს. თამაში დამთავრდა ნახევარსაათზე მოგებული გაქვს, ყველაფერი გადაწყვეტილია. პირველი თამაში მე რა გაქვს, ამის მოგებული, მაგრამ კაი, მეორე თამაშიც იყო და აი პირველი ტაიმი მორჩა მეორე თამაშიც და 8 ნოლს უგებ. მანდ ხა სტადიონზე შევარდნა არის რომ შენ არ გიხარია ეს ემოციის გამოხატვა არ არის. ეს არის რომ შენი ხოში გაისწორო. ეგ იყო ხო ანუ სიხარულისთვის არ იყო ეგ ქმედება გაკეთება. აღსანიშნავად არ იყო რა. ემოციამ აი აიცა და ამიტაცა და ვეღარ უძელი და შევარდი არ არის. ეგ იყო აი იყო აბსოლუტურად ბუნებრივი და ადეკვატური რეაქცია. ხო, ეგ იყო აი ხვიჩა კვარაცხელიას მაისური გამოვსტაცო, სელფი გადავიღო და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ხო და ეგ რომ მაგას რო აკეთებ ადამიანი, რომ ფეხებზე რო იყიდებ ფაქტობრივად თელ ქვეყანას, შენ ნაკრებს. ოღონდ იმიტომ შენი დილი ხორი გაისწორო, რომ ვიღაცასთან მივარდე და ფოტო გადაიღო. რასაც ძალიან ბევრი ადამიანი დღეონდ ჩვენ ქვეყანაში ხშირად აკეთებს ეგ ქუჩაში მაგალითად მანქანის არების დროს. და გიგამებია რომ არიან ტიპები, რომელსაც ფეხებზე კიდიათ, ამის გარშემო რა ხდება, თვითონ უნდა გაზრდეს, გამოძრეს, მაგით ყველაფერს მიარღოს, მოარგოს, ან შუა ქუჩაზე გააჩეროს მანქანას, რომ გადაებინოს მაღაზიაში სიგარეტი იყიდოს. ენა კიდია ხო უკან დაადექი და საწობია, ხო? ეგეთი ტიპები არიან. ეგეთ ყველა ეგეთი ტიპი ყოველთვის უნდა დაისაჯოს ჩემი აზრით. აი სასწრაფოს რომ იყებიან უკან. მაგალითად რომ მიდის ის თუ ის ახლობელი არის ის ასე რომ სასწრაფოში ვინმე თუ არის, ხო? ავარიულებით უნდა მიყვება რა, ვიღა ტიპი იმიტომ რომ სასწრაფოს ახლად გადის, ხო? ეგ ტიპი უნდა გააჩერო, გამოიყო შუში ტყვია და წახვიდა გააგზავნოს ცხოველება. იქ უნდა მოკლა. ანუ რაღაც უნდა მეორე შანსი მივცა, არა, იქ უნდა დაბრიდო. ეგ ტიპი თუ ანუ 18 წელზე მეტის თუ არის და მართვის მოწმობა თუ აკესეგეს დასრული ტიპია და იმას ვერ ხვდება რომ ეგ არ უნდა გააკეთოს. მორჩა ეგ ტიპი სარგებლობს ვერ მომდანს ვერ არის, არ არსებობს. ჯობია თან 18-ის იყოს და სწრაფად მოკლა რომ ბავშვი არ გააჩინოს, რომ თავისთან არ გაზარდოს, თო ჯობია. შულში ტყვია ცოტა ისე გამოგევიდა ამის მიკაუტაძის საუკეთესო 9 ნომერიო. არა. ფეხში შეიძლება. ფეხში რა ზა იგივეს გააკეთოს მე. მოურჩევა ეს ფეხი და იგივეს იზამს. თო შეგონი ისწავლის? შეგონი ისწავლის? რამდენი ის ხარ? 30 წელი ვერ ნახე რომ ადამიანები თავის შეცდომას არ სწავლობენ, იგივეს ვაკეთებენ გაუთავებლად. აბარა ეს ისხრეჯერ თუ არ მოვიმტრია ცხვირი ისე რა. არა, თავის შეცდომაზე არ სწავლობს. მაგით ეგ მორჩა პრობლემა მოგვარდა. მე ვსწავლო და ინახავს იმ ხალხ საცობში. შეიძლება დაინახავენ ამას. შენიას გაყვებიან სასწრაფო შემდეგ ჯერზე. როგორ გაატარებენ იცი? აი როგორ გაიწევიან ყველა შემთხვევით უკან არ აღმოუჩია არც კი გაბედა რომ ჩაივლის ეს სასწრაფო ცოტა ხანი არავინ არ გადავა იმ ჟოლში რომ ვიღაცამ შუბში ტყვია არ გამოწევს. კარგი იდეას მოგის კამერებში ვერ მოუყვებ უბრალოდ და გადაცემის მერე მოგის კარგი იდეა. ბოლოსკენ გავედით პრინციპში კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ეს სულ გადამოვიწყდა რომ მეთქვა ისე. მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ალაიქოთ ეს ვიდეო და ირაკლი აი პარტნიორ კომპანიასთან დაკავშირებით მინდა რომ გაუზიარო რასთან ვსაუბრობთ. ცოტა არ სუდად გამოგვივიდა გადაბმა, მაგრამ იკა იმედია მონტაჟში ისო. მოჭერეთ ეს თუ გინდათ კაცო არა მეც ტიპი რომ დაბრიდო ახლა ასკაი ტექსტი არა თქვენ დამოჭერეთ და გადა პრობლემა არ გამიწდება არა მივხვდები ატო არ ჩასვით სასოზე გათქვენ აღარს მივხვდები ფერბურთზე გვინდა ლაპარაკი და არა 18 ტიპების დაბრიდვაზე მაგითო მივხვდები ძალიან წყნარად როგორ გამოჭერეთ ხო და აი ზუსტად ფსიქოლოგიაზე არა მამეთ კაი გადასვლა აი რო შევადაროთ ახალი ნაკრები და ცოტა ძველი ნაკრები რა ორი მოთამაშე რომელიც ყველაზე კარგად ჩანს რატოა ეს ნაკრები ახალი და რატოა ის ძველი კიტე და კვეკვე ორივე თამაში კვეკვეს ჰქონდა რაღაც მომენტები სადაც ძველისგან იღებდა ბურთს წინ მეტოქის ნახევარზე იყო რაღაც ვარიანტი ცოტა რისკიანი ვარიანტი მაგრამ ამ ვარიანტს არ აკეთებდა და უფრო მარტივ ორივე თამაში რომ თამაშს გულისხმობ სომხეთთან კვეკვეს ორივე არა ნუ პირველ თამაში ორი პირველ თამაში იყო რაღაც მომენტები როცა შეეძლო წინ გაიგრძელებინა მაგრამ აბრუნებდა უკან ბურთს რომ უფრო უსაფრთხო ვარიანტი და კიტე არის პირიქით მიაქვს უბურთი წინ რატო
იმიტომ რომ ჩემი აზრით შეიძლება ვწდები. კვეკვე არის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენ გულშემატკივრებმა აი ძალიან დავაბულინგეთ რა. რომ აი კარტოფილი უნდა დავთესოთ დინამოზე და დავხუროთ დინამო, არაფრის მაქნისები ხართ და მეორე არის ეს ახალგაზრდა თაობა, რომელსაც არ ეშინია რა. ანუ ფეხბურთში ხო არის რომელიც აბულინგებდა, რომელიც ამბობდა კარტოფილს და ხო არის ფეხბურთში ორნაირი წაგება რა. ერთი ვარიანტი არის რომ წავაგეთ და მეორე ვარიანტი არის რომ იმათ გვაჯობეს და მოგვიგეს. ანუ ეს ორი სხვადასხვა რაღაცა წავაგეთ არის როცა აბრუნებ პას უკან და გეშინია შენ თვითონ და მაგიტო აგებ და მეორეა რომ კი ცდილობ წინ წასვლას, მაგრამ ის გუნდი უკეთესია რა, მიდიხარ ჩამოვართვენ ხელს. და იტყვი რომ ყოჩა. და აი ამისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგია რა. ანუ ბავშვთა ფეხბურთში დღეს რო ნახოთ რა ხდება, მართალია შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. მაგრამ მაინც მე ვთვლი რომ აუცილებელია რომ ყველა ბავშვთა მწვრთნელს ჰქონდეს გავლილი ფსიქოლოგიის კურსი, რომ ბავშვს ასწავლოს სწორად ის, რომ მიეც წინ პასი ბურთი დაიკარგა არ აუშავს. თავარი არის რომ ცადოთ რომ შეუტევთ, ცადოთ რომ სწორად ვითამაშოთ. მარტო მწვრთნელებს კი არა ვთვლი რომ მშობლებსაც უნდა ქონდეთ გავლილი. იმიტომ რომ მშობლებში საერთოდ სასწაული ხდება. ჩემი თავარი პრობლემაა საერთოდ ბავშვთა სპორტის ზოგადად მშობლები არის. ნუ შეშემთხვევაში იყოფენ რა მწვრთნელები და არა, ხო, ფსიქოლოგიურ პრობლემაზე ვამბობ. ხო, და ძალიან კარგი იქნება თუ აი ამ სპორტულ კურსს არა მარტო მწვრთნელები, მშობლებიც გაივლიან, თუ რა თქმა უნდა გინდათ რომ თქვენი შვილი იყოს მომავალში ფეხბურთელი და გაიზარდოს ფეხბურთელად. ეს არის ფსიქოლოგია, არის აუცილებელი ნაწილი სპორტის დღესდღეობით რა. ხო, ეს მინდოდა რომ მეთქვა. მადლობა პირველ რიგში იმასაც დავამატებ, რომ ჩვენი გამომწერებისთვის 15%-იანი ფასდაკლებით შეუძლია ისარგებლონ. დაახლოებით 1200 ლარი აღირებულება როგორც ვიცი და იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციის დროს იმ პრომოკოდს ჩაწერთ, რომელსაც სადღაც აქ ირაკლი ამოვანათებს, შესაძლებლობა გექნებათ იმისა, რომ 15%-იანი ფასდაკლება მიიღოთ. ეს არის და ეს პრინციპში რაზეც თავარი გამოგრჩა. და ერთი წლით უკან გადავახვიოთ. აუცილებლად უნდა გკითხოთ ის, კაი, მოდი ცოტა მე დავსვავ რა ამ კითხვას რა. როგორ ფიქრობ? კიდე რამდენი ხანი იტირებ 26 მარტის ვიდეოებზე, როცა ამოგიხტება Facebook-ზე? არც ეს არ მიტირია იმის მერე. რანაირი გულქვა ხარ? მარტო კაცო, ერთხელ ვიტირე და ორჯერ გავდო, ეთერში ვიტირე და ყოველდღე ვიყარ ვიტირებ რა, უბედურებაა, მტირალა ხო არ ვარ? რა მე ვარ რომ შეიძლება ხარ, მე რა ვიცი, შეიძლება ხარ. ყველა ხერთნაირად არ აღნიშნავ ემოცი. მე არ ვარ ზოგადად მიხედავთ იმისა, რომ ემოციური ადამიანი მეთქმის ზოგადად, ცოტა გიჟი შეიძლება. ემოციების გამოხატვის ამბავში, აი ეგეთი ემოციების გამოხატვის ამბავში ცოტა ის ვარ პირიქით რა. ინტროვერტი ასე ვთქვი. და მან просто ვერ შევიკავე თავი, იმიტომ რომ აი უცებთელმა ჩემმა 39-მა წელმა გულშემატკივრობის აი დაიგუბა და ამოხეთქა და ეს აი უცებ ერთიანად რომ დაარტყა პროგრამა და რომ გავიდა გოლი პირველი რაც იყო, პირველი ტალღა რაც წამოვიდა, მახსოვს იყო რომ არ მჯეროდა. ან ვერ დავიჯერა. ჯერ რომ მიდიოდა პენალთან იმას ვერ ვიჯერებდი რომ შესაძლებელი იყო, ეხლა თუ გაიტანა როგორც ჩემპიონატზე, გავდივართ, იმიტომ რომ მე ვერ წარმოვიდგინე რომ ჩვენ შეიძლება რაღაც მოვიგოთ, რომ აი სადმე გავიდეთ, რაღაცა დავასრულეთ ციკლი და რაღაცა. იმიტომ რომ მე მეგონა რომ ჩვენაც თვითონ წავაგოთ. აი ძელს რომ მოხდა თავური. ბერძენის აი უნდა გოლიგეთ უნდა დამთავრებული იყო რა. ეგ იყო ჩემი გულშემატკივრობა ეგაა, რომ აი მაინც მოვედით აქამდე 100 მეტრია და იმიტომ რომ მაკედონიასთან რომ წავაგეთ 12 ნოემბერს, ჩემი დაბადების დღე იყო იმ მომენტში და ძალიან ცუდად მახსოვს ეგ დღე. ეგ დაბადების დღე. ხო და მაგაც არ მჯეროდა, რომ გაიტანა კვება. პირველი ემოცია იყო რომ აი რომ გავაანალიზე რომ ეს დამთავრდა, ეს უბედურება ამდენ წლიანი 95-ში პირველი თამაში იყო საქართველოს უელსი, რომელიც ნახე. აი პირველ ტელევიზორში რომელიც ნახე რა. და აი მაქეთ 5-0 მოვიგეთ, რა კარგი დასწრესი იყო. და მაქედა მოყოლებული აი ეს უცებ ერთ წამში ხო ამბობენ იმას, რომ სიკვდილის იმთელი შემცხოვრება არის. აი ეს იყო პროგრამა რომ შეაგდო და ხალხმა დაიწყო ყვირილი და მეც რომ უნაობა დავიდა და პერიოდი აი ერთი ახტომაზე ჩამიარა თელმა აი 95 წელს მოყოლებული ყველაფერმა. ყველაფერმა მარტო თამაშებმა კი არა, იქ ჭკლებთან სტადიონზე რო კინამ გავიწყლიტე, იქ ვიას პოლიციამ დუბინკა ჩამარტყა თავში. აი ყველაფერი რაც გადამიტანია სტადიონზე და ყველა ეს ტკივილი ემოციურად მოვიდა რა, ყველა ეს იმედგაცრუება და ყველა ეს უბედურება და უცებ აი ვეღარ შევიკავე თავი რა, მე ცოტა ხანში რომ ვიხდრა მომიხუნავეთ ეს და უცებ მე გაანალიზება რომ მოხდა იმის რომ
ევროპის ჩემპიონატზე გავედით, რომ აბსოლუტურად ახალი შეგრძნებაა საერთოდ, რომელიც არ მქონია არასდროს ცხოვრებაში და მანამდე მქონდა ეგეთი არგენტინის ჩემპიონობაზე, აი ახალი შეგრძნება საერთოდ, რომელიც არასდროს არ განმიცდია და მე უცებ ეს მოხდა და ამან გადაფარა ისევ ის რაღაც არსებობდა და მან ვეღარ შევიკავე რა, დავიწყე ბავშვი ბავშვით. მე ვიდეოც დევს ჩვენი იმის ზეიმის. კი. მაგრამ ეგ არ ჩანს მე მგონი რომ ვიტირო მანდ, იმიტომ რომ კარგად ამოჭრილი რომ იმენაც შეჩევავდი. რაღაცა, რა ვიცი, ყველას ვეხუტე სამანდროს ავეხუტე ექსებს შაკოს, კალას, იმას, იმенно ტიროდი ბავშვები. მე გადაცემაში დავიწყეთ ლაპარაკი, მანდაც ვერ გავჩერდი და მანდაც ახლა ორჯერ ტირილი, მე მგონი საკმარისია, მე მგონი ორჯერ ვიტირებ რაღაცაზე, ფერბუთის ამბავში ვამბობ, ხო, თორე ვიღაცა რომ მოგიკვდება ახლობელი, იმაზე შეიძლება ყოველდღე ტიროდე კაცო, მაგრამ თან მე ფეხბურთზე მე მგონი ორჯერ საკმარისი გიჟია. ერთი წლის მერე კიდევ ვაიმე, იმიტომ იმის ნახე მიზეზი რა არის კიდევ რატო არ შეიძლება ვიტირო მაგაზე. მიუხედავად იმისა რომ ემოციურად ძალიან ძლიერი დღე იყო ეგ და ყველაზე ძლიერი დღე იყო ჩემთვის მოტივირებაში, ვერაფერი ვერ გადაფარავს, ალბათ ვერასდროს. აი არაფერი სუპერ ჩემპიონი თუ გახდება საქართველოს ნაკრები ფეხბურთში, ეგ თუ გადაფარავს, ფინალში გასვლას ვერ გადაფარავს მაგას იმ ემოციას. მაგრამ იმდენ რაღაც მოხდა მე იმ ევროპის ჩემპიონატზეც ის მოგება ჯგუფიდან გასვლა ეგენი დაემატა ამან კი არ დაკარგა ღირებულება, მაგრამ ამაზე კიდე რომ ვიტირო, ესე იგი მაშინ მიზეს ვიტირე პორტუგალიას რომ მოუგეთ რა, ხა რაღაცა რომ ვიტირო მაშინ. ოღონდ სიგიჟეში გადამივა უკვე მე. ეხა სოფხეთთან მოვიგეთ, მაგაზე ვიტირო და არა მე ყველაფერს თუ ვიტირე, არ გამოვა. მე უფრო მძაფრად მაქვს, იმიტომ რომ სტადიონზე ვიყავი და ზუსტად იმ კარებთან ვიყავი, სადაც პენალტებს ურტყავდნენ. აი, შემშურდა ეხა შენი. დამატე. ჯიგარი ხა. არა, კარგი. მაგაზე ვიტირებ ეხლა რა. მე რატო არ ვიყავი სტადიონზე? კარგი რა იყო, ან მე დამატებულ ტაიმებში უკვე კუთხურებს რომ მოგვაწვდნენ და კუთხურები რომ ინიშნებოდნენ. არ ვიცი, ეგ ხარი ხა შენ კართან მოხდა, მან მოხდა. არა, იქით აიღო, ხო, იქით გადაიღო. ამბავი რაშია რომ ცხოვრებაში პირველად აი ხო არიან ადამიანები რომ აი პენალტებს ვერ უყურებ. აი ეგ დამეწყო რომ მეთქი აუ შანსი არა კუთხურს ვერ უყურებ და ტრიალდებოდი. კუთხურზე? ხო, და უკან მედგა აი რავი, ან შენ ხო ჩემთან შედარებით ძალიან გამხდარი. აი შენი ნახევარი ტიპი მედგა რა, ძალიან პატარა, ძალიან გამხდარი ტიპი, აი გასუს ცოცხალი ადამიანი იყო, ნამდვილად. ცოცხალი ადამიანი იყო, მოგიყვება. და ის მანიშნებდა ხოლმე მე გადააგდე აიტაცე რომ მოვიგეთ აიტაცე და გადააგდე პირიქით იმან აგიტაცა ეყვებ რომ გაიტანა აი სარეცხი მანქანა რომ მაიკას ამოიღეთ აი როაკეთ აი ეგ რომ ხრებში რომ მომკიდა ხელი და რომ დამფერთხა მეთქი ვინ ხარ ასე სასწაული დღე იყო მამა ჩემი იყვებოდა ყოველთვის 91 წლის 13 მაისზე შეიძლება მოუყოლია და უთქვამს რომ სასწაული იყო და ეგეთი აფერა რომ ნახავს არც მანამდე არც მე ეგეთი ერთიანობა ქუჩებში და სიყვარული სიხარული და ამ შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა თბილისის დინამო მაინც მეტაკლებად მთელი საქართველოს გუნდი იყო, უფრო მეტად მაინც თბილისის წარმატება იყო მაინც, რაიმეთო თბილისის გუნდი იყო. რაიმეთო რომ ქუთაისის ტორპედო ყავდა და ასე შემდეგ, ხო? ეს იყო მთელი ქვეყნის წარმატება ერთი, დამოუკიდებელი სახელი წარმატება ორი. მე მგონია რომ სიხარულის ამბავში ეს უფრო გასახალი იყო შეიძლება დაჟე ვიდრე ის, იმიტომ ის მაინც საფრანგეთში კავშირი მაინც რა, ეს სხვა შენი ქვეყნის სახელით რო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფინალურ ეტაპზე გასვლა და ის ტურნირის მოგება იყო. და აი ისაც მე ქუჩებში ხდებოდა, თან ჩვენ გვიან გავედით შედარებით, იმიტომ რომ რაღაც მოქონდა, რომელიც გაიწელა. და რო გავედით 2 საათს მე მაინც რა ამბავი იყო. ძალიან მელიქიშვილზე ვიყავით ვერაზე და ნაკადი აწყდებოდა და აი ეს მელიქიშვილზე კი არა, ბოდიში კაცო რა მელიქიშვილზე. მელიქიშვილზე ვიყავით უკვე ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას. მაგდროს ვიყავით ოფის სხვაგან ქონდა და ჭავჭავაძეზე ვიყავით და რომ გამოვედით გარეთ და ჭავჭავაძიდან რომ მოვდიოდით თელი გზა ხო ეს ნაკადი არ წყდებოდა არ შედებოდა და აი ეს სიყვარული და ეს სიხარული და ეს ეიფორია რაც იყო ხალხში ეგ დებილივით დავდიოდი რა გაღიმებული ვდადი ხარ ის დებილივით და მახსოვს იქ დღემდე მახსოვს ეს ამაგარ შეიძლება იყო იმასთან ვარაზის ხევთან გადავირბინე ფოტოს გადაღება მინდოდა ვარაზის ხევისთვის, იმიტომ რომ სავსე იყო. და ვარაზის ხევს გადავიღე ფოტოს თქო რა და რომ გადავგოდი ამ მელიქიშვილზე, ვიღაცები მანქანიდან მეძახდნენ, რომ დატო, მოვიგეთ, დატო და აი ამის ისა რა, მოვიცი ხარ მოვიგეთ, არ მინდა რომ მეუბნები შეჩერდა, ხო? სულ არ ვიცოდე, დებილი უნდა იყო, რომ ვერ მივხვდა რომ მოვიგეთ, ხო? მაგრამ აი ეს რომ ვიღაცები რომ ამასაც გიყვირიან, ეგ რო ცალკე მემატებოდა ემოციად, რომ აი ეს რომ უცხო ხალხი რომელიც ბედნიერი იყო ცალკე ამ გამარჯვებით და მეც ან კალას უხედავდნენ კიდე ორმაგად ბედნიერი ხდებოდა ორმაგად არზე მეტი მომივიდა ცოტათი ბედნიერი ხდებოდა ორმაგად არა ცოტათი ბედნიერი ხდებოდა იმიტომ რომ ვიღაცა ნაცნობი ტიპი დაინახა რომელიც მე არ ვიცნობ იმას მაგრამ ეს მიცნობს იცის რომ თან ფეხბურთთან მაკავშირი და უხარია რომ მეც მომაძახოს რომ ბიჭო მოვიგეთ აი ეგ ცალკე ეგეც ემოციის ამბავში ეგ შეუძლია ფეხბურთს კი აი იცი რა კუთხეში ვიდექით მელიქიშვილის და ჯანაშიას ქუჩის და აი
ეგაც ხდებოდა მომდევნო კიდე 3 საათი, ეს ნაკადი გვაწყდებოდა. აუ, ეგ. მეც სახლში მომიწია ყურება, ბილეთი არ შემხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ლუქსემბურგზე ვიყავი რა. ჯერ ერთი ხო თელი ამ 120 წუთის და პენალტების განმავლობაში წამით არ დამიშვია ის, რომ შეიძლება წავაგოთ. არ ვიცი რატო. ხო ნებისმიერ თამაშზე ხო შეიძლება იფიქრო, რომ შენმა საყვარელ გუნდმა შეიძლება წააგოს. პენალტების სერია რო იწყებოდა, მეუღლესთან ერთად უყურებდი და კიდე ჩემს რამდენიმე ძმაკასთან ერთად და ელენეს შეუბრუნდი და ეხა რო წავაგოთ, მოვკვდები მეთქი. ანუ არ შეგეშინდეს ეგ იყო მე მგონი ერთადერთი რომ აი ეს ძალიან კაი არის, მაგის მე მაგ ფრაზას მიაყოლა. არ შეგეშინდეს, მაგრამ რომ მოვკვდე. და ნუ მეც ჩავიკეცე, ვიტირე და სხვადასხვა სტატუსთან განსხვავებით იკა მე გეთანხმები იმაში, რომ რამდენჯერაც იმ კადრებს უყურებ ტირი ასე ვთქვათ. ტილს არ ვიწებ მე, მაგრამ ნუ ხა ემოცია მოდის კაცო რა თქმა უნდა, მაგრამ ტილს არ ვიწებ, ხა ტილს ვიტირე რა, როცა მოხდა ეგ მომენტები, როცა იყო არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მაშინ ვიტირე და იმის მე აღარ ვტირი ვარ, ხა მიხედავთ რომ მიხარია ხოლმე ხანდახან კადრები შეება. ჩვენ რომ გავედით ორჯერ ვიტირე არგენტინის გასწრებით და ორჯერ ვიტირე. რა ვიცი, ორჯერზე დავტირი, მაგრამ ემოციები რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ნუ აი მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატი იყო, მიუხედავად იმისა, წარმატება იყო, იქ გავედი ჯგუფიდან, პლეი-ოფი რაღაცა. იმას ნაკლებად უყურებ რა, აი პორტუგალიასთან მოგება რაც ერთ-ერთი ეს მომენტი მიხარია ხოლმე. ხდება ხშირად და მაგიტო მისწორდება უტოვებ ხოლმე, როცა აი კარარო გამორების გახარებული მოვიგეთ მაგის მე რონალდოსთან მომიდის. ეგეც რაღაცა კაი ემოციები არის, მან კაი ემოციები მოაქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეგ იყო, ევროპის ჩემპიონატი იყო. უფრო დღემდე რა თქმა უნდა, აი ის კვერკვეს პენალტი რო გადის და დღემდე მაქვს ხოლმე სხვა შორის ორ მომენტზე მაქვს. ერთი მაგ კოლომუანის მომენტზე რომ ყოველ ჯერ რომ ნახულობ გონია რომ გაიტანს. და მეორე მაგ კვერკვეს პენალტზე გონია რომ გამაზრობს. რა ეხლა როგორ გონია რომ გამაზრობს და მე ის იქნება, ხო იცი, მესი გაიღვიძე ეკვადორი ის იქნება, ყატარი იწყება. ეგ სიმართლე იყო ყველაფერი და მომარ სამბურგში ყოფილა იმ ჩეხეთთან თამაში და არაფერი. ნუ ეგ ცალკე ხო კიდე რომ ეგ რომ გამოვცადეთ, რომ საქართველოს ნაკრების თამაშზე წავედით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ეგ იყო აი მან ვერ წავედი, მან მივიტირე. მაგრამ მე ჩეკი დავსვი, ჩემი საგულშემატკივრე ცხოვრება, აი, ნუ არა, ჩეკი არ არსებობს გულშემატკივრების ამბავში, ყოველთვის მეტი და მეტი გინდა და ეხლა ნაკრებისგანაც რა არის, მსოფლიო ჩემპიონატზე მინდა რომ გავიდეს კაცო და ეგ მსოფლიო ჩემპიონატს მინდა რომ გავხდეთ, მაგრამ ისე რა, რომ თქვა, წამომთავრე რა, ანუ აი ბონუსია, ყველაფერი ბონუსია. აი არც არ უნდა მოხდეს ევროპის ჩემპიონატი, საბერძნეთთან კვერკვეს კი ის პენალტის მერე, ჩემთვის ყველაფერი ბონუსი იყოს. ევროპის ჩემპიონატიც და აი ეხლა რაც ხდება, მაგიტო რა გინდა ხარ ბრაზდები. მაგრამ ჩეხეთთან წავაგეთ ერთა ლიგაზე და აღარ ბრაზდები. მაგიტო არის და სომხეთზეც. ხო, მაგიტო შევარდი, ნაგვად ჟესტიკაც არ ვიყავი, მაგრამ ყოფილიყავი, მაგიტო არ შევარდებოდი იქ სტადიონში. მე მახსოვს, რომ საბერძნეთთან თამაშის წინ უკვე რომ მივედი, ჩემს მეგობრს ჰქონდა ჩართვა, მთხოვა რომ პირდაპირ ეთერში ჩამერთეო, შეღებილი სახით ვიყავი და რომ ჩავერთე უკვე და აი რომ უნდა შევიდე და ბილეთი მიჭირავს ხელში. და აი ძალიან კარგად მახსოვს, რომ ვფიქრობდი, რომ აი ახლა რომ შევიდე და წავაგოთ. ანუ აი უეჭველი გამოსასვენებელი. ეგ სხვაშორის მეც მქონდა ეგ ფიქრები. მიხედავთ იმისა, რომ შანსი არ მქონდა მე მაგ თამაშს წასვლის, იმიტომ რომ გადაცემა უნდა მქონოდა მე. და ხა არ გამოვიდოდა სამართლიანი, რომ მე თქვა იცი მე უნდა წავიდე ამ თამაშზე, ბრაცე, კალაშენ ვიღაცა მოძებნდა იმასთან დაჯექი ხო არ გამო. ეგ მქონდა ეგ ფიქრი, რომ ვაი და წავსულიყავი ხა თან. იმიტომ რომ მქონდა ვარიანტი ვიღაცა მითხეს ბილეთი და რო წავიდე, ხო წავაგო. ანუ შანსი ეგ ვერ წამოვიდა. არა, უეჭველი მკვდარი უნდა გამოსვენებელი. ეგ მქონდა იმაზე, კოლომუანის რო გაეტანა. და პანჯერასთან ვიდექი რა. და ეწეოდი. და პანჯერასთან ვიდექი და ნუ ხა 120 წუთზე არგენტინას რო 20 წელი 30 წელი კომაგობდა. 120 წუთზე მაგ თამაშს აგებენ თან ეგეთ თამაშს 220 წუთამდე. ეგო წაეგოთ აი პანჯერასთან ვიდექი, იქ ხდება. ეგ მე-5 საათული იყო შანსი რომ ვერ ამაწყობდნენ რა. უეჭველი გადახდებოდა. დიდი შანსია სანდროს მომყოლოდა ცნობილადზე რომ გვერდზე მედგა. დიდი შანსია. ისიც უეჭველი გადახდებოდა პანჯერასთან ვიდექი რა, ეგ რო გაეტანა. და აქაც ეგრე სტადიონზე რო ყოფილიყავი, იქ ოფისში კიდე შეიძლება არ არა, მაგრამ სტადიონზე რო ყოფილიყავი, უეჭველი აი ტრიბუნაზე დავიბრუნდებოდა, ეგ რო საბერძნეთთან რო წაგვეგო, როგორ უნდა წამოვსულიყავი მაგ თამაშის მერე იქიდან, აი ეგ მარტივია ეგრევე არ გახსოვს ეგ რაღაც საკაცს რომ მოდიხარ გათიშული. თუ მოკვდებოდი არ მემახსოვრებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ცოცხალი რა, როგორ უნდა წამოვსულიყავი, მიხედავთ რომ ძალიან ბევრჯერ წამოვსულა სტადიონიდან იმედგაცრუებული. ეს სხვა რაღაცა იქნებოდა აბსოლუტურად. იმაში გეთანხმები, სხვაშორის გეთანხმები, მეც ეგ განცდა მქონდა. მთელი დღე არც ერთხელ ერთი წამი არ დამიშვია შეიძლება წავიდე. დარწმუნებული ვიყავი. მაგას მივხვდი მე-3 წუთს. ჯანაბ, ნახე, თამაშამდე მეგონა მე. აურა როგორიც იყო შექმნილი. რაცაც ხედავდი გარშემო ნაცნობებში, მეგობრი ყველაში, აი განწყობა იყო ქვეყანაში, მეგონა რომ მთელი ქვეყანა მომართული არ ჩან დღეს ვიგებთ რა. და მგონია რომ ეგ ენერგია რაღაცნაირად გამოვლინდა სახთეს საბოლოო ჯამში ყველაფერზე და
თამაში დაიწყო მან უკვე დამენძრა ხა მან არანაირი შენის აღარ მახსოვდა მე აურა დაიწყო მან ძალიან დამერხა და მან უკვე ყველაფერზე ვეღარ დაწუნებდა რა ვფიქრობდი მაგრამ პენალტებში მაგალითად დვალი რო დავინახე რომ მივიდა აი მოდ ვიყავი დარწმუნებული ეს აი არავის არ მიფიქრია მაგრამ დვალზე ვიფიქრე ეს უჯრე გაიგო ხო რადგან მივიდა ესე იგი ხო ზუსტად რახან დვალი ურტყამდა პენალტს ეხლა ეს აი მაგაზე ერთ-ერთი პენალტი რომ მოც წყნარად ვიყავი რომ ეს არის ხო ბიოგროსო 2006 ცაცია ზუსტად იქეთ კუთხეში დაარტყა ხო იქ მაგრაში აქვს თან ბიჭო მცველები ხო მაგარი ფსიქოლოგის ტიპები არიან რა და თუ იცი რომ ცველი მიდის ყვარა რომ ისულიყო იმას ვიხოთ არ არის მაგას მოედანზე უკვე ყვარა რომ ისულიყო მოუკვდებოდი იმიტომ რომ იცი რომ უეჭველი უნდა აფას ყვარა არის დაარტყა და კაცი მაგას ეს რომ არ უწევს და რომ მიდის დასატყმალად მან დროს წყნარად ვარა ისე როგორც კოჩორა წაგვიყვანა ნელ-ნელა დასასრულისკენ კაი დასასრულისკენ წაგიყვანთ კითხვა დავსვათ დავსვათ არა შენ როგორც ძალიან ცნობილი ყველაფრის გამომცნობი ფეხბურთში თატყოლაფრის ვერა მაგრამ ბევრ რაღაცის ხო მოიცა კითხვა ეგეთი კითხვა ეგეთი ტიპის კითხვაა უნდა გამოვიცნო ნახე ვინ ვარ მეს ვარიანტი აჰა ოკეი ჩამოგითვლი ამ მოთამაშეს ვისთან აქვს ნათამაშები ერთი ფეხბურთელია ერთი ფეხბურთელია და ამ ყველასთან ითამაშა აჰა სანამ შენ გამოიცნო მაყურებლებს თხოვთ რომ კომენტარებში დაწერონ თავიანთი ვერსიები და სავარაუდოდ შენს პასუხს შემდეგ გადაცემაში იხილავენ. გადაცემაში არის. ორ გადაცემაში გვეყოლების სტუდიად ეგრე გავა. მაშინ კითხვა დასვი, დაემშვიდობე და ჯერ დაემშვიდობე და მე დასვი კითხვა რა, ეგ ჯობია რა. არა, დავსვი იქნება. არა, კაი. კრისტიანო რონალდუ, აჰა, მესი, ნეიმარი, აჰა, მბაპე, ლუკაკუ, ჰალანდი, რამოსი, ეშლი იანგი იშაკი, ჯეიდონ სანჩო, აიცა იშაკი თუ ისაკი? ისაკი. იშაკი სხვა ფეხბურთელია და მაგერი. ისაკი, ნიუკასლის 9 ნომერი. ამ ყველასთან აქვს ჯეიდონ სანჩო ბოლო? ხო. შემიგა. და თანაჩამო ძალიან ბევრია. კაი, მე ჩამოგახლავდი თავიდან. და დაემშვიდობე ხახალ. ეხლა დაგემშვიდობები. იმდენია რა ვი. როგორც ტრადიცია დავამკვიდრეთ, უყურეთ ფეხბურთს, ითამაშეთ ფეხბურთი და რაც თავარია, იყვარდეთ ფეხბურთი. მადლობა შევხვდებით შემდეგ სამშაბათს.